Bloomberg-ის თანახმად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში 4 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ოცნების საპატიო თავმჯდომარის ქონება Bloomberg-ს 7 მილიარდ 600 მილიონ დოლარად ჰქონდა შეფასებული. ახლა კი ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარია. ივანიშვილი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარ არის. ანუ მას შემდეგ მისი ქონება 6 მილიარდ 300 მილიონ დოლარს ჩამოწდა. მილიარდერების ინდექსი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299 ადგილს იკავებს. მაშინ როცა 2024 წლის რეიტინგში 4 მილიარდ 900 მილიონი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების მკვეთრი შემცირება. რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 2025 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეც ფლობს.